ამ 80 დღიდან ალბათ ყველა დღე მნიშვნელოვანია და მომდევნო დღეებიც მნიშვნელოვანია, ვიდრე არ მოხდება მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც აქვთ მოქალაქეებს. თუმცა ალბათ გარკვეულწილად საჭირო ასეთ არიღების დათქმაც მეტი ორგანიზებისთვის თუ მეტი მობილიზებისთვის, ხომ? დღეს რატომ არის მნიშვნელოვანი ბევრი ადამიანის გამოსვლა, კიდევ ერთხელ ჩვენება, რომ საზოგადოების ეს ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინც ითხოვს ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. მოგესალმებით. აი ამ ბოლო 80 დღის განმავლობაში ჩვენ შევეჩვიეთ კი არა და იძულებულები ვართ, რომ თითოეული გამოსვლა ან სოლიდარობის გამოცხადებით ან მხარდაჭერით დავიწყოთ. სამწუხაროა ის, რომ დღითი დღე უფრო და უფრო იმატებს იმ ადამიანებისა თუ ორგანიზაციების რიცხვი, რომელსაც უნდა გამოუცხადოთ მხარდაჭერა. ჩვენ იმ თავითვე ვიცოდით, რომ ცალკეულ ჟურნალისტებზე დიდი ხანია გამოცხადებულია ნადირობა და ისინი არიან სამიზნეში ამოღებულები, უგულისხმობ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილები იმ საშინელების სადმინ, რასაც ატრიალებს ქართული ოცნება ამ ქვეყნის თავზე და ამჯერად უკვე დაგვიყენეს ესეთი მომენტი, როდესაც ორგანიზაციას, მედია ორგანიზაციას მთავარ არხს უნდა გამოუცხადო მხარდაჭერა, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ყველა თანამშრომელს აბსოლუტურად მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი არხი დაუბრუნდება ეთერს. რაც შეეხება პროტესტს, მე მგონი თქვენ ძალიან ზუსტად თქვით ის, რომ თითოეული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროტესტში, უпростоრად ის, რომ ეს პროტესტი არ ნელდება, ადამიანები, რომლებიც არიან სასტიკად გაბრაზებულები ქართულ ოცნებაზე, იმის გამო, რაც მან დამართა ამ ქვეყანას და რასაც აგრძელებს, იმ ადამიანების რიცხვი არ იკლებს, პირიქით იმატებს და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ქართული ოცნება დღითი დღე უფრო და უფრო აშიშვლებს თავის სახეს და შიშვლდება ის მიზნები, ის საშინელი ბოროტი, მავნებლური, დამღუპელი მიზნები, რომელიც მას გააჩნია მის ხელმძღვანელს და მთლიანად აი ამ დაჯგუფებას გააჩნია ამ ქვეყანასთან მიმართებით. კი, თითოეული დღე არის მნიშვნელოვანი, თითოეული საპროტესტო ხმა არის მნიშვნელოვანი, ყველა იმ ადგილას გამოსვლა არის მნიშვნელოვანი, სადაც ისმის ამ პროტესტის ხმა მკუხარეთ, მჭახეთ. მაგრამ ასევე ძალიან სწორად თქვით თქვენ, რომ საჭიროა ხოლმე აი ამ დროს გარკვეული თარიღების გამორჩევა, სადაც ადამიანები კიდევ უფრო დიდი რაოდენობით შეიკრიბებიან. ჩვენ ხვდებით, რომ ზუსტად არ ვიცით ეს წინააღმდეგობა რამდენ ხანს იქნება საჭირო, ყველანი ხვდებით, რომ ბოლომდე ამ წინააღმდეგობის გაწევა საჭირო, სანამ ქვეყანას არ დაიბრუნებს საქართველოს მოსახლეობა და არ შეეცდება, რომ არ დააყენებს ისევ იმ ველცებზე, რომელმაც უნდა მოგვიტანოს ქვეყანა, რომელშიც არის სამართლის უზენაესობა, რომელშიც არის დამოუკიდებელი სასამართლო კეთილდღეობა, განათლების ხელმისაწვდომობა, ღირსეული ცხოვრების პირობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სანამ აქამდე მივალთ ეს წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა იყოს და არსებობდეს. მაგრამ დღეების გამორჩევა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ხვდებით, რომ ამ პროტესტთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. ადამიანები გასაგებია, რომ ერთმანეთს ენაცვლებიან, ზოგი ყოველდღიურად ვერ ახერხებს რუსთაველზე გამოსვლას რიგი მიზეზების გამო, იმიტომ რომ ეს მენტალურადაც ძალიან დამღლელია, ფიზიკურადაც ძალიან დამღლელია. ამიტომაც ასეთი თარიღების გამორჩევა, როცა ადამიანები ერთმანეთსაც დაინახავენ და სხვებსაც დაანახებენ საკუთარ თავს, არის უმნიშვნელოვანეს, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ძირითადი იმპულსი ჩვენს ნამდვილ უცხოელ მეგობრებთან, რომლებიც ახლა მხარს გვიჭერენ და რომლებიც ცდილობენ, რომ აქამდე არ ნახული ზეწოლა განახორციელონ ამ დაჯგუფებაზე, რომელსაც ქვია ქართული ოცნება, იმპულსს აი ამ მოქმედებების აძლევს სწორედ ქართველი ხალხი, რომელიც აგრძელებს პროტესტს და სწორედ აქედან ხედავენ ისინი, რომ საქართველო არ არის დაკარგული ცივილიზებული სამყაროსთვის. აი ერთის მხრივ ქართული ოცნება ყოველ ჯერზე მისი წარმომადგენლები, როცა საუბრობენ ამ პროტესტზე, უпростоრად როცა ჩვენ ვუსვამთ კითხვათ და მათ უწევთ, რომ ისაუბრონ მოქალაქეების პროტესტზე, მუდმივად აქვთ ამის მცდელობა, რომ რაღაც არასერიოზულად წარმოაჩინონ, თუნდაც რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე მოქალაქეების შეკრება, რომ თითქოს პროტესტი არ არსებობს, მაგრამ პირველივე დღიდან ამ აქციების დაწყებისა ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან იმ ტიპის გადაწყვეტილებებს, რაც მათ მთავარ მიზანს ავლენს, რომ როგორმე პროტესტი არ იყოს. ეს დაწყებული
რაღაც საშუალებების გამოყენებიდან, რომელიც აკრძალეს, შემდგომ გზის გადაკეტვა და ვხედავთ ასევე მოქალაქეები როგორც ცდილობდნენ რაღაც კანონებშიც ეპოვნათ გზები, რომ მათ გამოიხატათ პროტესტი. აი გულისხმობ მაგალითად ზებრა გადასასვლელებზე მოქალაქეების მუდმივ მოძრაობას, რომ შეფერხებულიყო ეს მათი კანონიერი უფლებაა და თან გამოიხატებოდა პროტესტი და ამასობაში ჩვენ გავიგეთ, რომ ბათუმში მოქალაქეები არიან დაბარებულები სასამართლოში სწორედ იმის გამო, რომ 31 იანვარს მათ ასე მსვლელობა გამართეს ზებრაზე. და სავარაუდოდ მათი დაჯარიმებაც მოხდება, რაც გასაკვირიც არ იქნება, თუ კი ბოლო დღეების ქრონიკას გადავავლებთ თვალს, რამდენად უსაფუძვლოდ აჯარიმებენ მოქალაქეებს. რა გზას უტოვებს? აი ჩვენ ხედავთ, რომ ყველა მხრივ რაღაცნაირად ყველა მიმართულებით მუშაობს ოცნება კანონებით თუ სასამართლოს გზით. რა გზა რჩებათ მოქალაქეებს და ეს მუშაობს თუ არა მართლაც? აი ეს რაღაც დაშინების მცდელობა თუ დაპატიმრების დაშინების მცდელობა. იცით რა, რაღაც ნაწილზე შესაძლებელია რომ მუშაობს და გასაკვირი არ არის, მაგრამ მე ესეთი qalbi ოპტიმიზმის გარეშე შევამბობ, რომ მე მგონი რომ უდიდეს ნაწილზე პროტესტში ჩართული ადამიანებისა ეგ დაშინების მცდელობები არ მუშაობს, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან ამ ჯარიმების და ასე შემდეგ, ამ ჯარიმების დაშინების, ღამე რეკვების, ფინანსური ტერორის, ფიზიკური ტერორის მიღმა ბევრად უფრო მეტია დასაკარგი და ეს დასაკარგი რამ არის ის სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხო? ის რომ ეხა ჩალის ფასი აქვს ჩემთვის ქართული ოცნების ნებისმიერი სპიკერის გამოსვლას, მაგრამ თავიანთ ტყუილს ვერც მაშინ ვერ მალავენ, აი ფიცი წამს და ბოლო გვაკვირვებს, იმიტომ რომ თუ კი პროტესტი არ არსებობს და ხალხი არ გამოდის, მაშინ ამდენი ჯარიმა, ამდენი ჩანიშნული სასამართლო პროცესი თვითონ ეძახიან, თორე ცირკი, რომელსაც ისინი აწყობენ, მაშინ საიდან არის? საიდან არის ამდენი ზარი, რატო არის ამდენი ნაცემი ადამიანი? ეგ პროტესტი არსად არ მიდის. ყველანი ხვდებით, რომ ქართულ ოცნებას ხელახლა ეს საზოგადოება ვერაფრით ვერ შეიყვარებს. და რა თქმა უნდა, საზოგადოება ჯანსაღი და გონიერი საზოგადოება და სწორედ ასეთი საზოგადოება აპროტესტებს დღეს იმ კატასტროფას, რასაც მართებს ქართული ოცნება ამ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის იპოვის ახალ გზებს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება. ანუ მე მაინც მგონია, რომ ქართული ოცნების მცდელობა, რომ რაღაცნაირად ჯერ უარყოს, თან ჩაახშოს, თან დააშინოს, ეგ არ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ გზები ყველა შემთხვევაში გამოინახება და გამოინახება, იმიტომ რომ დასაკარგი ბევრად უფრო მეტი. დასაკარგი არის ყველაფერი, მოკლედ. მთელი ქვეყანა იკარგება, თუ კი ეს პროტესტი გაჩერდება. ეს პროტესტი არ უნდა გაჩერდეს და არც გაჩერდება. და ბოლო კითხვას დაგისვამთ, თქვენ როგორც აქციის მონაწილეს ყოველდღე ესაუბრებით სხვადასხვა ადამიანს საპროტესტო აქციაზე. როგორ ფიქრობთ, ამ პროცესში ახლა ვისი მეტი აქტიურობაა საჭირო? ბუნებრივია აქ მოქალაქეებზე არ გეკითხებით, ანუ ახლა ეს აქცია თუ ეს პროტესტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიურებიან, მკაფიო იქნებიან პარტნიორები ქართული ოცნების მისამართით თუ პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით, აი რაზე ახლა ეს პროცესი დამოკიდებული მაინც? ალბათ ყველაფერზე ერთად, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. მე გეთანხმებით იმაში, რომ კიდევ უფრო მწვავე და მკაფიო უნდა იყოს ჩვენი ნამდვილი მეგობრების ზეწოლა და პასუხი ქართულ ოცნებაზე, თუმცა სიტყვიერი ზეწოლა უკვე არსებობს და ძალიან მკაფიოა, აი მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია ვნახე, ალაგ-ალაგ წავიკითხე ძირითადი მომენტები და მე მგონი ძალიან მკაფიო და მწვავეა. ვერც იმას დავიჯერებ, რომ ის ბოდვა, რომელიც ქართულ მოოცნებამ გამოდო Facebook-ზე, თითქოს და ისინი რაღაცას არასერიოზულად აღიქვამენ. ეს არ მუშაობს, რა თქმა უნდა მუშაობს სხვა შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში არც დაწერდნენ ამ განცხადებას პრინციპში, არ გამოეხმაურებოდნენ. ცხადია. მე მგონია, რომ ამ პროტესტის ძალა, ამ წინააღმდეგობის ძალა არის სწორედაც რომ მრავალფეროვნებაში. მას ყავს ძალიან ესეთი ძალიან ბევრი სხვადასხვაგვარი სხვადასხვა პროფესიის, მიზნების, ოცნებების, მისწრაფებების ადამიანისგან შედგება ეს პროტესტი. ყველას თავსავისი საქმე აქვს და ყველას აქვს თავთავიანთი ფორმა, თუ როგორ უნდა გამოხატვა. თავარი ჩემთვის მაინც ის არის, რომ საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს იმ რისკს, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ.
და ყველა შეძლების დაგვარად გამოხატავს ამ პროტესტს. ჩემთვის მთავარი არის, რომ პროტესტი არ განელდეს და ის უნდა იყოს ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც იყო აქამდე. და როცა საუბრობთ, არ ვიცი, პოლიტიკური წრეების გააქტიურებაზე, დასავლელი პარტნიორების გააქტიურებაზე, ხალხის აქტიურობაზე, მე მგონი, რომ ყველაფერისგან შედგება ეს პროტესტი, ანუ ყველა მიმართულება უნდა იყოს აქტიური. კეთილი, მადლობა. კიდევ უფრო აქტიური.